გაგიჟდა, გადაირია. გაჩერდი. ნახეთ ხალხო, რა სილამაზეა. უთელი ფოთლები დამხვდა უცებ ჩამოყრილი. რა გინა ხალო რა? აუ ეს რომ მოენატრები, ამას თუ არ მოეფერე. ჯობია საჭმელი არ აჭომა, ოღონდ უნდა მოეფერო. მოფერება ურჩევნია ჭამას. შეგაპარჭყულო შინა. მაჯანჯღარებს და ესე იგი ადი კაცო, ცუდად ვარ ისედაც. ხო ფიჩო ეხლა მოვალ. შენი. მაინც რა ქართული მეცხარი მაინც ხარი. აცად ერთი წამი. აი ამას უნდა მოფერება როგორ იცი? ეს არის თეთრი დათვი. აი უნდა ეჭიდაო რა, ეჭიდაობით უნდა მოეფერო, ეს აჯანჯღარო. ასეთი არაფერი მინახავს, მარტო ჭამაზე ფიქრობს. ოი მე ეს ვინ არის კაცო? ხო, ჩადი. ბიჭო, დამალაპარაკე, ერთი წუთი ხალხს დაველაპარაკო, დამაცე. ესე იგი, ხო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დონაციისთვის, საიდუმლო ნაძვის ფესვებმა მაგარი დონაცია გააკეთა და ეხლა ტოტები მაქვს ჩაყრილი ნელ-ნელა დავწვა და ესე იგიო мотивაციისთვისო რომ კანჭის მენიუ გააკეთო. კანჭი რა ჩაკიდებული ესე რაღაცა ბოლზე შემწვარი. მაგას გავაკეთებ, მართლა გავაკეთებ. იმიტომ რომ მე ძალიან მინდა, მაგრამ ეხლა ვარ ძალიან ცუდად ჯერ. პაუზა მქონდა ეხლა აი. ამიტომ ამბობ შუალედებში ხსე დავდებ ხოლმე ვიდეოებს, პატარა ვიდეოებს რომ აგიხსნათ ხახნო, ჯერ ნახეთ რა სილამაზეა. უბრალოდ დასალაგებელია მთლიანად არ ვიღებ ვიდეოებს, იმიტომ რომ ცოტა მისალაგებელია რა. აი ხო ხდებით რა, სამუშაო პროცესებია, ყველგან რაღაცა ყრია. არ და ერთი წელია ვალაგებ და ჯერ მაინც არ ეთყობა. აი ესე იგი ხახნო. თოთოცნა დაიწყო, ხაწვიმაც იქნება, ხვალკაი ამიდია, მოკლედ. აი 4 დღეა ცუდად ვარ რა, აი გამსვარა. 4 დღეა ვარ ცუდად. იმიტომ რომ აი ესე იგი ვირუსებს რასაც უძახიან რომ აი ვირუსი შემხვდა და რაღაც აი რომ მიცოდეთ რაშია საქმე. ესე იგი ამ ეგრეთ წოდებული ვითომ ვირუსებზე უკვე ხო იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული რომ რა ვიცი იმიტომ რომ ეს არის ვირუსები ზოგადად არ არსებობს. აი ესენი არის მეგობრებო ხიმთრეილერები რა ხიმთრეილერების გამოშვებული შხამქიმიკატები ჰაერში რომ უშვებენ აფრქვევენ ეს ჩვენი ორგანიზმი ამას სუნთქავს და არის სხვადასხვა ანუ ხიმთრეილერების დასაკრავსიაში მიდევს მე შემცველობები ბარიუმი, ალუმინიუმი და რაღაც საშინელებები. რაღაცებს ეჩვევა ორგანიზმი, იმუნიტეტი უმუშავდება, გამოუმუშავდება, რაღაცებზე ვერ გამოუმუშავდება და თან პლუს შეუთავსებელია ორგანიზმისთვის და თან პლუს ხშირად ცვლიან ამ შხამქიმიკატებს. ესე იგი თავის ტკივილი, კუჭის აშლილობა, ცოტა შიგადაშიგ სიცხეები, როდესაც გაქვთ ხოლმე, ხა მე პატარა თოთო ბავშვების და იმეებში ვერ ჩავერევი, მაგრამ ზრდასრულებზე მე პირადად ესე ვაკეთებ, ესე გირჩევდით, მაგრამ დანარჩენი ხა ექიმს კითხეთ, უფრო ჯობია, მაგრამ მე ესე ვაკეთებ, რომ სიცხეს როცა მაძლევს, სიცხის დამწევს არ ვსვავ, იმიტომ რომ პირიქით ორგანიზმს უნდა მისცეთ საშუალება, რომ სიცხემ აუწიოს, 1-2 ღამე აუწიოს, რომ ეს ბაქტერია თუ რაღაცა მოკლედ მოიშოროს და სიცხეს რო შენ დაბლა წევ, შენ მუშაობაში უშლი ხელს ორგანიზმს. ხო და მოკლედ აი ეს ეგრეთ წოდებული ვირუსი შემხვდაო რო იტყვიან ვირუსი კი არ არის ხიმთრეილერების შხამქიმიკატებით ვიწამლებით რა და ცუდად ვარ რა ესე იგი მე ძვლებში მომწრევდა ესე იგი ისე ვარ თითქოს ახალი ნამშობიარები ქალი რა აი რო იტყვიან ქალები რო იტყვიან ხოლმე უნდა გამოცადო გამოცდილი გვაქვს ქალებო კაცებსაც გვაქვს გამოცდილი ახალი ნამშობიარები როგორია როგორ მდგომარეობაში ხალი ვიცით უკვე აი ხიმთრეილერების დამსახურებით დედასპიცა ვარ რა ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს ასე მგონიათ 9 თვით ვატარე ბავშვი მუცელით და აი ჩანგრეული მაქვს მუცელში ყველაფერი და დანგრეული და თითქოს ვიმშობიარეო რა ხო და ამიტომ აი ეს ხუმრობით რო ვთქვა რა და ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, ეს არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. იცოდეთ რომ ეს არის შხამქიმიკატებისგან გამოწვეული. ეს არის 100%-იანს გეუბნებით. ხიმთრეილერების შხამქიმიკატებისგან გამოწვეული და დაჟე რო დავჯდე და რაღაც მასალები ვთარგმნო, მაგასაც აი ძლივს ვახერხებ, ისე ცუდად ვარ რა. ეხლა ცოტა დღეს არ ამიშავს, მაგრამ ეხლა რაღაცა შეგი მოკლედ რა რაღაც დეტალებში აღარ ჩავეძიები რა.
ზომბი ვარ რა, მაგ დროს ადამიანი არის ზომბი რა საშინელება. მე ახლა ვიცი კაცო, მე რომ ჭის ეგ რა არის. იმაზე მე ახლა 38 მომცა ცოტაზე სიცხე. იმაზე უარესები ჭირს ხალხს ისეთი რაღაცები ემართებათ, ვერ უძლებს ზოგის ორგანიზმი. ახლა მე კიდე ტიტანიუმით ვარ დამზადებული, როიტკენ ესეთი გენეტიკა მაქვს და ისე ჯანზე ვარ, მაგრამ ახლა გოგოებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ხოლმე. მოკლედ რა, ესე გვწამლავენ რა. ავი სადღა დავიმალო, აღარ ვიცი მოკლედ. ესეთ მდგომარეობა, ახლა გამოკეთები მე კანჭის მენიუს მართლა გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მინდა. ეს ბოლის, თან მოიცა, აქ გაჩვენოთ ახლა რა მაქვს. შიშები დავჩეხე და ეს ენერგი ჩავრგე. ეს ჭერამია თუ რაღაცა და ამას რატო გავუხმა? ეს ფოთლები რატო გავუხმა ხო არის იცით ხახმო? წყალი არ აკლდა. ეს რისის ბრალია, აუ სადღაც მედო ფოტო. აღო გამხმარი არ არის. წამო ახალი ფოთლები. შემოდგომის ბრალია. ეხლა მეორე უნდა გაჩვენოთ, მეორეს არ აქვს ესე. ეს ჩამოვიტანეთ კოჯრიდან რა, 1-2 ძირი ამოვაძრე. აქ გალიები და საკათფის რაღაცები რო დავიწყებ. ამას წიფელა თუ რცხილა, ეს 2 ძირი წამოვიღე კოჯრიდან რა. მე სკეპსაც ვიყიდი რა, 1-2 სკას ვიყიდი და რომ რაღაცნაირად ლამაზი ხია რა, მაგარი ხია. თან ფუტკრისთვისაც ფუტკარსაც დაჭირდება ეს. ამისი რავი ნაყოფია თუ რა აქვს, რა ყვავილი რაღაცა იქნება. წიფელი რცხილა თუ რომელიღაცა არის, ხა აღარ მახსოვს. რო ცოტა დავლაგდები, მაქვს კატალოგები ამების ჩამოვიტან და მე გადავშლილა გადავამოწმოთ. უბრალოდ ეს უფრო კარგ მდგომარეობაშია ვიდრე ეს. ეს რატო არის ესე არ ვიცი. იქ არედება არაფერი. მორწყულიც არის. რა უნდა ამას მითხრათ იქნება მირჩიოთ რა უნდა. აგერ ეს თუთისხე წაიქცა. მე ნამდვილად არ მომიჭრია, წაიქცა ეს თუთისხე, შიგნიდან იყო ფუღურო, დედა ქონდა ნატირები და ვირთხების სოროები იყო და რაღაცა არსებების და ოპ ნახე, აი. ეხა ეს მაღალზე მაგ დადებული შეშა დავჩეხო ხოლმე. ხო და მუფასა გაჭმევ ახლა. იმენა დაკუნთulis გამოვიდა რა ქვია მაგას. ნახე, ამოძიებით, მე რაზე ყვარელი, მუფასა ამიტომ ქვია. სუ სიმბაში როა ჩამოკიდებული არის ესე, როგორ მიყვარს. კატების ატანა არ მქონდა. ეს ვინ არის ხახნო? ეს არის ჩემი ცხოვრება. იმენა რა ჭკვიანია, იცი? გეფიცებით ბევრ ადამიანს ვერ გააგებინებ, ამას რო აგებინებ რა. ოღონ გაზვიადების გარეშე. ამისგან სამიზნე უნდა გავაკეთო. რაღაცა ლაგატკითხვეს როლო ხოლმე. ხო, გაჩვენოთ. ხო, წინაზე რო გითხარით, გაჩვენებთ ხო. ხო და ის თავსახურის დროს. ხა მაგალითად ეს როგორი თემაა, იცი? წაიქცა ხე, არის გამხმარი. ამ დინარე მოიტანოს ან რაღაცა ეგეთ სიტყვაზე სადღაც წაიქცა, არის გამხმარი. ამაში რომ ნაჯახს ჩაარტყავ, იჭედება. ამის დაჩეხვას ვაფშე არ აქვს აზრი რა. ამიტომ ესეთ რაღაცას ცალკე ცეცხლისთვის და ამიტომ დავაგროვეთ ცალკე ესა. ეხა აქ წალამიც ძველი ვენახები მოვჭერი და უნდა განვაახლო. წალამები და რაღაცები. ახლებიც უნდა ჩავრგო. წალამი რა. რა ქვია მაგას? წალამიო თუ რას ვდახია? მოგე ვენახის იმებზე მოგე ეს იმ ღუმელისთვის მაქვს, ამას ახლა წარმოვიდგინეთ ესე რომ ჩააგდებ ნაკვერჩხაზე, მე იწვის და იწვის დილამდე რა. ხო და ამებს აღარ ვჩეხავ, რაც არ იჩეხება. სოლით და უროებით, მაგათ ახლა ეს რო გაჩეხო, ხო? სოლით და უროთი იმხელა ენერგია უნდა, რომ ნახევარ კამაზ შეშას დაჩეხავ იმ ენერგიით. სისულელი აზრი არ აქვს. ნაჯახს უნდა დაჩეხო მარტო ნედლი შეშა რა. დანარჩენს აზრი არ აქვს სისულელი. გადმოვყარე ცალკე და ეხლა რა ცივდება და გათბობა მომიდება, შევუკეთებ ხოლმე ეგრევე ფეთში. იმაში რა, იმ რკინის ღუმელში.